ძველი და თანამედროვე ქუთაისი ასეთია იმ გამოფენის სახელწოდება, რომელიც ეროვნული არქივის ინიციატივით მაისში მოეწყობა. თბილისისა და ბათუმის შემდეგ ეს ეროვნული არქივისა და ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილის მესამე ერთობლივი პროექტია. ექსპოზიციაზე მისული დამთვალიერებელი როგორც 1880-1920 წლებით დათარიღებულ ქუთაისისა თანამედროვე ქალაქის ფოტოებსაც გაეცნობა. ექსპოზიციას ქუთაისის იუსტიციის სახლის სივრცე დაეთმობა. დეტალებზე მარიკა შალიკაშვილი გიამბობს. Alionze baxit petka Varadi perade peradi Zigavamuli zededuleto Zoaneshi xaraxelamadi ნეგატივებსა და ძველ ფოტოებზე შემორჩენილი ისტორიად ქცეული ქალაქის ერთი საუკუნე. 1880-1920 წლების ქუთაისის ათასობით ნეგატივი და ფოტომასალა ცნობილ ქორეოგრაფს დიმიტრი ერმაკოვს, გიორგი ნიკოლაძეს და ნიკოლოზ საღარაძეს ეკუთვნით. ისტორიული ფოტოების დღევანდელ ანალოგებს ეროვნული არქივის ინიციატივით გურამ წიბახაშვილი იღებს. ესენი ხარ არსებობს კი. ქუთაის და მის კოლორიტულ ადგილებს კარგად იცნობს, თუმცა ძველ ნეგატივებზე ასახული ქალაქი და მისი წარსული ცხოვრება დღევანდელს რომ შეადაროს სამუშაო ბევრი აქვს. ძველი და თანამედროვე ქუთაისი. ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში გურამ წიბახაშვილი ქუთაისის ისტორიული ფოტოების შესატყვის თანამედროვე ვარიანტებს და ქალაქის თანამედროვე არქიტექტურასაც აღბეჭდავს. ნებისმიერი ფოტოგრაფისტის გზის პროექტში მონაწილეობა ალბათ არის ძალიან დიდი პატივი და სიამოვნება, იმიტომ რომ მოხსენი მის საშუალება რომ გადაიღო ქალაქი არის ძალიან საინტერესო პროცესი, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. ფოტოგრაფიაში ყველაზე კარგად ჩანს ცვლილებები. მით უმეტეს როცა ვიღებთ 100 წლის წინანდელ გადაღებულ ფოტოს და გინდა შევადაროთ დღევანდელი იგივე ქალაქი, იგივე წერტილიდან, იქ ძალიან კარგად ჩანს როგორი ცვლილება ყოველ წუთს და ფოტოგრაფიის როლი ზუსტად ეს არის, რომ დააფიქსიროს ეს ცვლილება. 300,000-ზე მეტი ნეგატივი და 100,000 პოზიტივი. ასეთია ეროვნული არქივის ფოტოგამყოფილების საცავში არსებული საგანძური, რომელიც ყოველდღიურად მდიდრდება. უძველესი ალბომი, რომელიც არქივს ქუთაისიდან შემორჩა, 1958 წლითაა დათარიღებული. ჩვენ გვაქვს შემონახული მე-19 საუკუნის დასასრულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ძველი ქუთაისის ფოტოები, რომელზედაც ასახულია ქუჩები, მოედნები, ბაზრის ტერიტორია, როგორი იყო მაშინდელი ქუთაისის გიმნაზიის შენობა თუ სხვა და სხვა. პროექტი ძველი და თანამედროვე ქუთაისი საბოლოოდ ერთ დიდ ექსპოზიციად იქცევა, რომელიც ქუთაისის იუსტიციის სახლის სივრცეს დაიკავებს. რეაბილიტაციის შემდეგ ქალაქი ძალიან შეიცვალა, ძალიან ლამაზი გახდა და მნიშვნელოვანია რომ შევადაროთ როგორი იყო ქუთაისი ძველ ფოტოებში, ერთი საუკუნის წინ გადაღებულ ფოტოებში და როგორი არის უკვე დღეს რეაბილიტაციის შემდეგ. ფოტოებში გაცოცხლებული ქუთაისი ეროვნული არქივის მესამე პროექტია. ფოტოსაცავების უნიკალური მასალების თანამედროვე ვარიანტები ბათუმსა და თბილისში უკვე გადაიღეს.